მოგესალმებით ბატონო, ანუ დავიწყოთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ვირუსების კუთხით. რა ვირუსებია დღეს გავრცელებული, გრიპი თუ არის დაფიქსირებული და როგორია ზოგადი მდგომარეობა? რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ მონაცემების დინამიკა, არა მხოლოდ ეხლა არსებული სიტუაცია, არამედ თუ როგორ იცვლებოდა გრიპთან დაკავშირებული მონაცემები ბოლო კვირების განმავლობაში. 44 კვირიდან ფიქსირდება საქართველოში გრიპის შემთხვევები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს მონაცემები უკვე აღმავალ მრუდზეა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ აღმავალ მაჩვენებელზე, აქ პირველ რიგში მხედველობაში გვაქვს როდის იქნება საქართველოში, როდის არის მოსალოდნელი საქართველოში შემთხვევათა მაქსიმალური რაოდენობა და თუ გადავხედავთ ბოლო 10 წლის სტატისტიკურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის როგორც წესი საქართველოში გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ფიქსირდება უხშირესად დეკემბერ-იანვრის პერიოდში. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ ეს მატება გაგრძელდება შემდეგ კვირებში გვაქვს და ასევე გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ იანვრის თვე იქნება ასეთივე თვალსაზრისით გამორჩეული და პიკის მოლოდინი სწორედ დეკემბერ-იანვრის პერიოდში გვაქვს. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს სტატისტიკური მაჩვენებლები გარკვეულწილად ექვემდებარება ამ შემთხვევაში ანალიზს, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ გარკვეული კორექტივები შეიტანა და ერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ 2022 წელს გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა ნოემბრის მეორე ნახევარში. რა თქმა უნდა, კორონავირუსმა გარკვეული კორექტივები შეიტანა ამ მაჩვენებლების დინამიკაში, თუმცა ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი იქნება ალბათ ისეთივე, როგორც პრეპანდემიური პერიოდი, ამიტომ გვაქვს პროგნოზი, რომ სავსებით მოსალოდნელი დეკემბრის მეორე ნახევარი და იანვარი იყოს გამორჩეული გრიპის აქტივობის თვალსაზრისით. კიდევ ერთი ყველაზე მთავარი კითხვა, რა ტიპის ვირუსებთან გვაქვს საქმე და რამდენია მატების მაჩვენებელი და როგორია ზოგადად ეს დინამიკა. აქაც ალბათ შეგვიძლია ეს ციფრები მოვიყვანოთ, ბოლო 2 კვირის დინამიკას თუ გადავხედავთ, 59 კვირა, კალენდარული წლის 59 კვირას მაჩვენებელი გრიპის შემთხვევების დადასტურებული მაჩვენებელი იყო 12% და კალენდარული წლის 50 კვირას, ეს უკვე დეკემბრის თვე არის, ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია, 25%. დღეს საქართველოში ის მასალა, რომლის ანალიზს აკეთებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, აი ამ ვირუსების მთელ პეიზაჟში გრიპის შემთხვევების რაოდენობა არის 25%, ასე რომ ჯამში ეს უკვე დომინანტური ვირუსია საქართველოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რა ტიპის გრიპთან გვაქვს საქმე. თუ წინა კვირების განმავლობაში ჩვენ ძირითადად გვქონდა A ტიპის გრიპის ვირუსი, ახლა უკვე გამოჩნდა B ტიპის გრიპის ვირუსიც და აი ამ 25%-დან 2% არის B ტიპის გრიპის ვირუსი, მაგრამ ყველაზე მეტი რაოდენობა შემთხვევების ეს არის H1N1 ტიპის ვირუსი, ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი 2009-2010 წლის პანდემიიდან ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი და შედარებით ნაკლებია H3N2 ტიპის ვირუსი, ასე რომ ყველაზე მეტი შემთხვევები საქართველოში ფიქსირდება H1N1 ტიპის ვირუსიდან გამომდინარე. და გავიმეორებ ბოლო 2 კვირის განმავლობაში მაჩვენებლები გაორმაგდა, აქ ალბათ გარკვეულ როლს ამინდის ცვლილებაც თამაშობს და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მოლოდინი იმისა, რომ 51 კვირა იქნება კიდევ უფრო მეტად აქტიური გვაქვს, თუმცა ეს პროგნოზია რთული სათქმელია და ემორჩილება თუ არა სტატისტიკური მონაცემების ყოველწლიურ დინამიკას 2024 წელი, მაგრამ მაინც უფრო მეტად ვფიქრობთ, რომ მომდენო პერიოდი იქნება გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი და პიკური მაჩვენებელი დეკემბერ-იანვრის თვეზე მოვა. კლინიკაში რა მდგომარეობა ბავშვების კუთხით? აქაც ალბათ მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველთვის ხაზს უსვამდით, რომ რესპირაციული ვირუსების რაოდენობის მატება ყოველთვის არ აისახება მომართვიანობის მატებაზე. ანუ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არანაირად არ არის კავშირში ყველა ტიპის რესპირაციული ვირუსის მატებასთან. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი პირდაპირ უკავშირდება გრიპის შემთხვევების მატებას. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც ჩვენი კლინიკა, იაშვილის კლინიკაში ახლა ყველაზე მეტი პაციენტი საავადმყოფოში წევს სწორედ რესპირაციული ვირუსით. ჩვენ ვაკეთებთ ამ ვირუსების იდენტიფიცირებას და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ გრიპის ვირუსია და შემთხვევათა 30-40%-ში უკვე ვითარდება ის, რაც
ტიპიურად ახასიათებს გრიპის ვირუსს ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ძალიან ბევრი ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენებაც და ეს მაჩვენებლები მკვეთრად განსხვავდება წინა კვირის მაჩვენებლისაგან, ასე რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია და ძირითადად რა თქმა უნდა გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე. და მინდა გითხოთ, როგორია მდგომარეობა ვაქცინების აცრების ათვისების კუთხით? სამწუხაროდ ის ციფრი, რომელიც გუშინ დაასახელა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ, მე პირადად მიმაჩნია, რომ არა საკმარისია, როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 200,000 დოზა ვაქცინა იყო შემოტანილი ყველა მსურველისთვის, დასაწყისში ეს ვაქცინები განაწილდა რისკი ჯგუფებზე და absoliutურად სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული. შემდეგ პირველად ბოლო წლების განმავლობაში ეს ვაქცინაცია იყო გახსნილი, ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაეკეთებინა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ 130,000 გახარჯული დოზა ნამდვილად არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. იმედი გვაქვს, რომ გრიპის შემთხვევების მატების ფონზე და განსაკუთრებით პიკის მოლოდინის გათვალისწინებით, აი ეს მომდენო 7-10 დღე იქნება ალბათ შესაძლებლობა დავასწროთ პიკს. როდესაც ვამბობთ დავასწროთ პიკს, ნიშნავს იმას, რომ გრიპის ვაქცინა მოქმედებას იწყებს გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ. ამიტომ თუ ჩვენ ველოდებით პიკს დეკემბრის ბოლოს და იანვრის განმავლობაში, სწორედ ეხლა არის ალბათ ბოლო შესაძლებლობა დროულად გავიკეთოთ გრიპის ვაქცინა და განსაკუთრებით ხაზს უსვამ ეს მნიშვნელოვანია მათთვის, რომელიც მოსახლეობის იმ ფენისთვის, რომელიც მიეკუთვნება რისკი ჯგუფს. ეს არის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ეს არის ორსულები, ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ეს არის ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ეს არის დიაბეტი, სიმსუქნე, პირის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, ასევე სამედიცინო მუშაკების სია საკმაოდ ფართოა. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულია რისკი ჯგუფების ზუსტი შემადგენლობა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა 130,000 მაინც არ არის საკმარისი. ჯერ კიდევ დრო არის იმისათვის, რომ ამ ვაქცინის მარაგი, ქვეყანაში შემოსული უფასო ვაქცინის მარაგი კიდევ ერთხელ გაითვალისწინონ თავისუფალი ვაქცინაციის შესაძლებლობა მოსახლეობამ, განსაკუთრებით მათი მნიშვნელობა რისკი ჯგუფებისთვის, ვინაიდან გრიპი არ მიეკუთვნება უსაფრთხო ვირუსების კატეგორიას. ყოველწლიურად მსოფლიოში ფიქსირდება გრიპის გარდაცვალების 400,000-დან 650,000-მდე შემთხვევა. ანუ ეს ლეტალობა პირდაპირ უკავშირდება რისკი ჯგუფებს. მათ, ვისაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვს, მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, მათთვის გრიპი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მძიმე მდგომარეობის საფუძველი. ამიტომ უნდა გაითვალისწინოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჯერჯერობით ვაქცინაცია არ ჩაუტარებია და სასწრაფოდ მიმართონ ვაქცინაციის კაბინეტებს. და რადგანაც დააგვიანეს, ერთხელ დავაზუსტებ კიდევ, ანუ ეხლა რა ეტაპზე ვიმყოფებით და პიკს როდის ველოდებით? ეხლანდელი მდგომარეობა, ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ იმ სტატისტიკაზე, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ბოლო მონაცემი ეს არის კალენდარული წლის 50-მე კვირა. 50-მე კვირის მონაცემი ორჯერ აღემატება 59 კვირის მონაცემს. მე კონკრეტულად გრიპის ვირუსზე ვლაპარაკობ. თუ 59 კვირას გრიპის ვირუსის წილი საერთო ვირუსულ პეიზაჟში 12% შეადგენდა, ეხლა ეს მაჩვენებელი 25%-ია. ანუ გაორმაგდა გრიპის შემთხვევების რაოდენობა და ეს ტენდენცია, შემთხვევების მატების ტენდენცია უკვე ბოლო 3 კვირის განმავლობაში ფიქსირდება. მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად აი ამ მკვეთრი მატებისა, 2024 წლის ავადობის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე გათვლით ნაკლებია, ვიდრე იყო 2022 წელს. 2023 წელთან წინა წელთან შედარებით თითქმის იდენტურია, მაგრამ მაინც ნაკლები ვიდრე 2022 წელს და ჩვენ ისიც აღვნიშნეთ, რომ 2022 წელს შემთხვევების პიკი დაფიქსირდა ნოემბრის მეორე ნახევარში. ყველაფერიდან გამომდინარე, ჩვენ ფიქრობთ, რომ მატების ტენდენცია შემდეგ კვირეებშიც გაგრძელდება და სავარაუდოდ შემთხვევების პიკი შეიძლება მოვიდეს დეკემბრის ბოლოს, იანვრის თვის განმავლობაში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ჯერ ვაქცინაცია არ ჩაუტარებია, ქვეყანა არ არის ჯერჯერობით შემთხვევების პიკზე და ამიტომ მანამ შემთხვევების პიკი დადგება, ყველაზე სასურველი და იდეალური პერიოდი არის სწორედ ვაქცინაციის ჩატარებისთვის. ძირითადი რეკომენდაცია მაინც გახლავთ ალბათ ორი ტიპის. ერთი უნივერსალური, რაზეც ვისაუბრეთ, თუმცა ვაქცინაცია არ ეხება მოსახლეობის ყველა ფენას. ვაქცინაცია პირველ რიგში არის გათვალისწინებული რისკი ჯგუფებისთვის.
აი დანარჩენი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად გამოვიყენოთ, პრევენციის რეკომენდაციას გულისხმობ, ეს არის რაც ძალიან კარგად ვიცოდით 2020 წელს. ეს არის ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა, საცხოვრებელი და საოფისე ფართის ხშირად განიავება, სველი წესით დალაგება, ეს რეკომენდაციები ალბათ უნივერსალურია და გრიპის ვირუსის შემთხვევაში ძალიან კარგად მოქმედებს. რაც შეეხება მართვას და ესეც მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ვირუსზე, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გრიპის ვირუსის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი ეს არის მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მედიკამენტი, რომელიც ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ, არის ტკივილის საწინააღმდეგო და ტემპერატურის საწინააღმდეგო მედიკამენტი. სწორედ ანტიპირეტული საშუალებები და ტკივილგამაყუჩებელები მიეკუთვნებიან გრიპის შემთხვევაში ძირითად სამკურნალო სიმპტომურ საშუალებას. ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ ანტიბიოტიკზე და არ ვსაუბრობთ, რომ ყველა შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული ოზელტამივირი, ეს არის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული საშუალება. არა, ეს არის ტკივილის მართვა, ტემპერატურის მართვა, მინიმუმ 6 საათიანი ინტერვალი უნდა დავიცვათ ამ საშუალებების მიღებას შორის და მეორე ასევე უნივერსალური რეკომენდაცია ეს გახლავთ დიდი რაოდენობით თბილი სითხეების მიღება. ეს შეიძლება იყოს ჩაი, ეს შეიძლება იყოს ახალმომზადებული კომპოტი, რძე არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სითხის დიდი რაოდენობით მიღება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ შემთხვევაში. რაც შეეხება ანტივირუსულ საშუალებებს, ეს განეკუთვნება უკვე რისკი ჯგუფების შემთხვევაში დაავადების მართვის ერთ-ერთ აუცილებელ რეკომენდაციას, გართულებების შემთხვევაში და დაავადების პროგრესირების შემთხვევაში, თუმცა ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა.